საგარეო უწყება აქტიურ კავშირშია საერთაშორისო თანამეგობრობასთან აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და მოუწოდებს აქტიურად იყვნენ ჩართული სიტუაციის დეესკალაციაში. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მისაუბრა. დავით ზალკალიანი ასევე მიმართავს საპარლამენტო უმცირესობას, ნუ გამოიყენებენ აღნიშნულ სენსიტიურ საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის. აფხაზეთში ოპოზიციის პროტესტზე კომენტარი მართველი გუნდის სხვა წევრებმაც გააკეთეს. არ შეიძლება ჩვენ შეშფოთებას არ იწვევდეს ის მოწოდებები, რომელიც გაისმის კერძოდ ეთნიკურ ნიადაგზე ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებული პასპორტიზაციის საკითხი, რომელიც იქ გარკვეული ძალების მხრიდან არის გამოყენებული თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდეთ, რომ ისინი იყვნენ აქტიურად ჩართული სიტუაციის დეესკალაციის მიზნით. ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მექანიზმებით, რომელიც არის ჩვენს ხელთ და მე ვგულისხმობ პირველ რიგში ასევე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთქმედებას და ურთიერთობებს, საერთაშორისო ფორმატებს, რომ დაცული იქნას იმ მოსახლეობის ინტერესები, რომლებიც ცხოვრობს ჩვენს აფხაზეთის რეგიონში. ეს მომენტი, რომ შეიძლება ვინმე სპეკულირებდეს იმ თემით, რომელიც არის უკავშირდება ეთნიკურად ქართველებს აფხაზეთის რეგიონის ტერიტორიაზე, კონკრეტულად გალისა-ნოჩამჩირის რაიონში. მე ამას არ გამოვრიცხავ. საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უმოქმედობაში ადანაშაულებს. ნაციონალური მოძრაობის შეფასებით ხელისუფლებამ აფხაზეთში არსებული მდგომარეობა უნდა გამოიყენოს და საკითხი საერთაშორისო დონეზე დააყენოს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის აზრით, რუსეთის მიერ აფხაზეთის ყირიმის სცენარით მიერთების საფრთხე არსებობს. პროცესები აფხაზეთში მიმდინარეობს იგივე სცენარით, რა სცენარიც გამოყენებული იქნა ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის შემთხვევაში. ამიტომ მე მინდა მოუწოდო ხელისუფლებას შეწყვიტოს უმოქმედოდ და ინერტულად ყოფნა, დღესვე დაიწყოს მაქსიმალურად აქტიური დიპლომატიური მუშაობა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ყველა უცხოელ პარტნიორთან იმისთვის, რომ მინიმუმზე დავიყვანოთ საფრთხე და რისკი. ჩვენ ვხედავთ სრულ უმოქმედობას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ვერ ვხედავთ პროაქტიულ პოლიტიკას, ვერ ვხედავთ ცდილობას, რომ ყველა საერთაშორისო არხი, ყველა დიპლომატიური არხი იქნას გამოყენებული ამ პრობლემისთვის ყურადღების მისაპყრობად რუსეთის როლის გამოაშკარავებისთვის. ეს პროცესი მინდობილი აქვს ბატონ ყოლბაიას, შეგახსენებთ გურჯანდის პარტიის აქტივისტს, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოგვახსენა იქ რაღაც შეიძლება გამგებელი შეიცვალოს და ამით ამოწურა პოტენციური საფრთხეები. ეს არის კიდე ერთი მაგალითი სრული უნიათობის